გამარჯობათ, გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს. როგორც სკოლის საზოგადოებას პირველ რიგში წინასწარ მიულოცავ მე-12 კლასელებს სამ რამეს. პირველი სკოლის დამთავრებას, მეორე უნივერსიტეტში ჩაბარებას და მესამე თავის ცხოვრების რაღაც ახალი ეტაპის დაწყებას, რომელიც ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო არის. და გისურვებთ, რომ იანვრიდან დაიწყოთ ამისთვის მომზადება, რაც შეიძლება დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლოთ, იმიტომ რომ ბევრი რამის გაკეთება, რასაც ახლა სხვები აკეთებენ თქვენთვის, აღარ გააკეთებენ და მოიწევთ თქვენ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ამიტომ მოემზადეთ. მე გისურვებთ წარმატებას და თუ რამე შეგჭირდით 26 წელსაც და 27-ში და 28-შიც აქ ვარ, 29-ში არ ვიცი. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს კიდევ ერთხელ და გისურვებთ წარმატებას. კიდევ ერთხელ გილოცავ. შენც თელ ამერიკულ აკადემიას. ფაქტობრივად ხარ. არ მინდა რა, ამის სამსალია. გილოცავთ. დამდეგ შობა ახალ წელს. სულ მინდა რომ იყოთ ბედნიერები, ჯანმრთელები, ყველა თქვენი ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს. გიждები ვაფრენ თქვენზე სულ ყველა სათითაოდ, ასე რომ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვენი ეკა. ეს უნდა გამოჩნდეს. ხო, კარგი. გილოცავ ერთ ახალ წელს და თქო უსურვებ რას იცი, სიმტკიცეს, ესე იგი მორალურ სულიერ სიმტკიცეს. არ დაავიწყდეთ თავარი რა. ეს არის სიყვარული, ეს არის თავისუფლება. არა მარტო თავისი, სხვისი თავისუფლებაც. ანუ თავისუფლება ფილოსოფიური გაგებით, არა პრიმიტიული გაგებით, არამედ ფილოსოფიური გაგებით რა. სადაც არსებობს პასუხისმგებლობა, საზღვრები და ამ შემდეგ. ეს იმდენად დიდი სურვილია და იმდენად დიდი ის არის, რა ქვია, საჩუქარი ადამიანისთვის, რომ აი ეს ერთი სიტყვაც რო უსურვო ადამიანს, ალბათ საკმარისი იქნება. სიყვარული და თავისუფლება. ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, გისურვებთ წარმატებებს, წინსვლებს და ყოველივე საუკეთესოს, ასევე გისურვებთ, რომ საერთოდ აღარ გქონდეთ არანაირი დაგვიანება და გაცდენა. გაგიმარჯოთ. მოკლედ, მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ 2026 წელს. ძალიან მაგარი წელი იქნება. რა თქმა უნდა, წლებია ჩვენი იმეილები მთავრდება რიცხვით 2026. მე-12 კლასელებისგან დაგვიდგა 2026 საბოლოოდ. ჩავაბარებთ, მიმოვიფანტებით, რაც მთავარია მეგობრებო, არის რომ წავალთ და ვისწავლით, აქ ჩამოვიდეთ, აქ დაუბრუნდეთ და სამშობლოს რამეში გამოვადგეთ. ზოგადად, რადგან საქართველოში ახალ წელს უფრო აღნიშნავთ ვიდრე შობას, რაც ასე არასდროს არ იყო და ასე არ არის დასავლეთში და ევროპაში, ეს რეალურად საბჭოთა გავლენაა. გვავიწყდება ხოლმე რას აღნიშნავთ ამ პერიოდში და გვახსენდება მხოლოდ აი ახალი წელი დგება და გილოცავთ ახალი წლის მოსვლას, ძველი წელი გავაცილოთ და მომავალი დავილოცოთ. რეალურად 31 დეკემბრის საღამოს გავა 2026 წელი ქრისტეს დაბადებიდან. ეს არის ჩვენი ცივილიზაციის, ჩვენი ეროვნული სულის საწყისი წერტილი. ეს არის ის მოვლენა, საიდანაც გამომდინარეობს საქართველოს მთელი ისტორია რეალურად. ჩვენი არსებობა სულიერად როგორც ერის, რომელიც დღემდე გრძელდება, დაიწყო 326 წელს ქრისტიანობის შემოსვლით ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მეგობრებო, გილოცავთ დამდეგ 2026 წელს და გილოცავთ ქრისტეს დაბადებას. ბავშვებო, ძალიან ვიყვარხართ, გილოცავთ 2026 წელს.